შემოგვიერთდა ზღვისუბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი. მშვიდობის ამამა დავით, დიდი მადლობა ბრძანებისთვის. ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ დღეს ჩვენს რადაცემაში მოზღვის მისია და ადამიანის დაკავშირება უფალთან. საინტერესო არის თქვენი აზრი, თქვენი მოსმენა, როგორ ხდება ადამიანის დაკავშირება უფალთან და ამ გზაზე რა როლი აქვს მოძღვარს. დიახ, ძალიან სერტულად სასაუბრო თემა არის, რა თქმა უნდა, პირდაპირ უკავშირდება ადამიანის დაკავშირებას უფალთან, მოძღვართან ჯანსაღი და კარგი სულიერი ურთიერთობა. და ვკითხულობთ რა წმინდანების ცხოვრებას, რომელთაც ჰქონდათ მოცემული დრო და სივრცე მისთვის, რომ ეცხოვრათ და ღმერთთან მოსულიყვნენ. მოძღვრის გარეშე არც ერთი არ იყო დარჩენილი. და ყველას მოძღვარი ყავდა, როგორც გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში წერია, თვინიერ მოძღვრისა არ არის ცხოვრება სულთა. და რა თქმა უნდა, როგორც კი დავიწყებთ ჩვენ ფიქრს და ზრუნვას იმაზე, რომ ღმერთი მოვიწიოთ, ღმერთ ქრისტეს გზას და მის ნაკვალებს გავყვეთ, უპირველესი ამოცანა დგება მაშინვე, რომ მოვიწიოთ მოძღვარი. შეიძლება ეს გარკვეული ხნის განმავლობაში გაგრძელდეს, მაგრამ ვინც ეძებს ის იპოვის და არავინ არ თქვას ის, რომ დღეს მოძღვრები არ არსებობენ, რომ არ არსებობენ, სამყაროც არ იარსებებს. ეს ეკლესიის ერთ-ერთი გამოვლინება არის. ეკლესია მოწოდების სიმაღლეზე, ეკლესიაში შესაძლებელი არის სხონება და ამ სხონების ერთ-ერთი ატრიბუტი არის სწორედ მოძღვართან გეგმაზომიერი ჯანსაღი, ჩარჩოში ჩასმული ურთიერთობა. ეს ურთიერთობა არ უნდა იყოს არც გადაჭარბებული, არც რაღაც უპატივცემულობაზე აგებული, რადგანაც ორივე ეს აფერხებს ადამიანის სულის განვითარების დინამიკას, ასე ამგვარად ადამიანი დროთა განმავლობაში მოიპოვებს მაცხოვრიდან მომდინარე რწმენას, თავდაბლობას და სიყვარულს. ძალიან ხშირად ამბობენ დღეს უფრო მეტად გაპრობლემურ და ადამიანის წინაშე ეს მოძღვართან მისვლა. სამწუხაროდ ჩვენს გარშემო ბევრი ინფორმაცია იდება მოძღვრების არასწორი საქციელის გამო. ბუნებრივია ეს ყოველთვის ესე იყო და ყოველთვის შეიძლება მოხდეს ეს, რომ მოძღვარსაც აქვს ცოდვა და ექნება კიდევაც უცოდველი არავინ არ არის. მაგრამ რაღაცნაირად ალბათ ბოროტის ნებაც არის ეს, რომ ჩვენს წინაშე არც ერთი მოძღვარი არ წარმოჩნდეს წმინდა და სულთად, რომ ჩვენ არ მივიდეთ მოძღვართან და მოძღვრის მეშვეობით ქრისტესთან და არ დავიწყოთ სულიერი ცხოვრება და ეს ყველაფერი ახლა ჩვენ ესე რომ საუბრობთ, თავად ღმერთის მიერ არის დადგენილი. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში უფალმა ძველი აღთქმის ეკლესიაში დაადგინა მღვდელი და მღვდლის მეშვეობით სულიერი ცხოვრება განეგებოდა, ემორჩილებოდნენ მას, იყო როგორც სულიერი წინამძღოლი და აგრეთვე აღასრულებდა მსახურებას და თანამედროვე ასე ვთქვათ, სასულიერო პირის ცხოვრება მრავალფუნქციური გახდა. არის მღვდელიც, არის კიდევაც მოძღვარი და კიდევ ვიცი, მამაც არის, მეგობარიც არის, ხან სასწავლო დაწესებულებებში გვიწევს მისვლა, ხან საპყრობილეში, ხან მიცვალებულთან გვიწევს მისვლა. გარდა ამისა, აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობა იმისთვის, რომ შენ მიიღო ღვთისგან მადლი და მე ეს უკადაგო და გადასცეს სიყვარული, სიკვდილის თავდაბლობა სხვა ადამიანებს, სახარებიდან უნდა მიიღოს ეს ყველაფერი წმინდა მამების მოძღვრებიდან, საკუთარ თავში ჩაღრმავებიდან და ეს გამოცდილება უნდა გადასცე სხვა ადამიანებს, სულიერ შვილებს და ნამდვილად როგორც პატრიარქი ბრძანებს მოძღვრის ცხოვრება სხვას უნდა ეკუთვნოს და ესეც არის სხვას ეკუთვნის და რაც უფრო დრო გადის და ადამიანი სასულიერო პირზე მაქვს საუბარი, შეძლების დაგვარად, ისე გულწრფელად ცდილობს, რომ მართლაც იყოს თავის მოწოდების სიმაღლეზე, თანდათანობით ემსგავსება ისეთ მოძღვარს, რომელიც საკუთარ თავს დებს, ასე ვთქვათ, სულიერი შვილების სამსხვერპლოზე და ყველას გვინდა რომ ღმერთი გვიყვარდეს. ეს ძალიან დიდი სიხარულის მომცემი არის და ჩვენ შემთხვევაში უფალმა გვითხრა, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს იგი, ქრისტე. როდესაც კოდრეთი დაღდგომის შემდეგ ეცხადება მოციქულებს, პირდაპირ მიმართავს პეტრეს. პეტრე, თუ შენ მე გიყვარ ვარ, დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი, აძოვენ კრავნი ჩემნი. ამ ყველაფერს ახლა რომ ვამბობთ, ჩვენ თავში კიდევ ერთხელ ვამბობთ იმას და ვადასტურებთ და ვიბეჭდებით ისე რომ მაქსიმალურად ვიყოთ მრევლზე ორიენტირებული და მეტი დრო გავატაროთ იმასთან და მეორეს მხრივ როგორ მოგვიდგებიან ჩვენ ადამიანები, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც პავლე მოციქული მისწერს თავის სულიერ შვილებს. ესრეთ შემრაცხენი ჩვენ კაცმა, ვითარცა მსახურნი მთისანიო. არ შეიძლება მოძღვრის გაღმერთება, მაგრამ მეორეს მხრივ არ შეიძლება
მღვდელთან გათამამებაც, ანუ მღვდელი ცეცხლი არის, როგორც ამბობენ წმინდა მამები და რაც უფრო მეტ დროს გავატარებთ ბუნებრივია მოძღვართან სულიერი სარგებელის მიღების მიზნით ძალიან კარგი იქნება, რადგანაც ეს არის უმოკლესი გზა გამოცდილების მისაღებად, რადგანაც მოძღვარს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ის სხვა მოძღვარებთან არის დაკავშირებული და მთლიანობაში ყველაფერი ანუ ქრისტეს უკავშირდება და მე თვითონაც, როდესაც მრევლის წევრი ვიყავი, ძალიან დიდ სიბრძნეს და გამოცდილებას ვღებულობდი მოძღვრებიდან, რომელთანაც ვსახურობდი, სადაც დავდიოდი და ვესწრებოდი წირვალოცვას და მე თვითონ ესე ვიყავი, ყოველთვის მინდოდა რომ გამეგო კარგი და სასარგებლო მათგან და მართლა მადლობა მოძღვრებს და პირველ რიგში მადლობა მინდა პატრიარქს გადაუხადო, რომელმაც დაგვანახა ჩვენ ახალგაზრდობას ნამდვილი მღვდლობა, უანგარობა, სიყვარული, თავგანწირვა, რადგანაც დღეს სასულიერო პირს საქართველოში არ აქვს რაღაც ეს გარანტირებულობა, ხომ არც ხელფასი, არც ვინმე ისეთი, თქვა ძირითად შემთხვევაში, ვინც უზრუნველყოფს მის მატერიალურ ცხოვრებას და დღეს ვინც ხდებიან სასულიერო პირები, უამრავი ახალგაზრდა სასულიერო პირი გვყავს, თუნდაც რა თქმა უნდა გამოცდილი უკვე, რომელთაგანაც ჩვენ მივიღეთ უდიდესი გამოცდილება. ყველამ იმიტომ გადადგა ეს ნაბიჯი, რომ მქონდა ერთადერთი სურვილი, ქრისტეს სიყვარული და მრევლის სიყვარული და სურვილი იმისა, რომ ახლოს ყოფილიყო წმინდა საკურთხეველთან, წმინდა საიდუმლოებებთან და ეს ყველაფერი არის პატრიარქის დამსახურება. მამდავთ წეგნ თქვენ ბრძანეთ რომ შეიძლება და ასეც არის რომ შეიძლება გაიწელოს დროში ასე ვთქვათ სანამ იპოვი შენს მოძღვარს კი ძალიან ბევრი კარგი მოძღვარია და უმეტესად ასე არის საბედნიეროდ მაგრამ ამ კარგი მოძღვრებიდან შენთვის მისაღები შენთვის უფრო მოსაწონი თუ შეიძლება ასე ითქვას და შენ გულთან და სულთან უფრო მისავალი შეიძლება ის ერთი აღმოჩნდეს რომლის პოვნაც უფრო გაძნელდეს რაღაცა დროის განმავლობაში. რა თქმა უნდა, რას უნდა მიაქციოს ყურადღება ასეთ დროს ადამიანმა, რა უნდა გამოიკვეთოს მოძღვარში, როგორ უნდა მიხვდეს რომ ის არის სწორედ მისი სულისთვის მასწავლებელი ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, აუცილებელია კარგი მოძღვრის ყოლა, ყველა კარგია, გააჩნია ჩვენთან მიმართებაში, ანუ რომელს დავეწინდებით სულიერად, რომელ მოძღვარს. ხან არის ადამიანი, რომ აი თქვა შეიძლება ძალიან პოპულარული იყოს მოძღვარი, მაგრამ არ უნდადეს მასთან მისვლა, იმიტომ რომ მას ნაკლები დრო ქონდეს მასთან ურთიერთობისთვის. ინდივიდუალურია, მთავარია მოძღვარი იყოს ოფიციალურად ნაკურთხი, მენა ეკლესიის მიერ დადგენილი სულიწმინდის მიერ და თავად უნდა აირჩიოს. ხა ზოგს მაგალითად ისეთი მოსწონს, ზოგს ასეთი მოსწონს ვინც ეხარჩება ეკლესიის აზღვრებში და მადლობა ღმერთს, დღეს თითქმის ყველა ესე არის, შენ ვინც გაგიხარდება ის უნდა აირჩიო. ხა ყურადღება რას უნდა მივაქციოთ, ხა შეიძლება ადამიანმა მიაქციოს ყურადღება თუ როგორ გულმოდგინედ ასრულებს მსახურებას, ამას შეიძლება ყურადღება მიაქციოს მის გადაგებას, ასე ვთქვათ, უკვე წმინდა წერილის განსაკუთრებულ ცოდნას და წმინდა მამების, ასე ვთქვათ, მოძღვრების პრაქტიკაში გადმოტანას, რომ მე ამ ყოველფრით თვითონვე მიიღოს სარგებელი. შეიძლება რაღაც მის კაცრი ცხოვრების წესს მიაქციოს ყურადღება. ნებისმიერ რამე შეიძლება მიაქციოს ყურადღება, ეს ინდივიდუალურია. მადლობა ღმერთს, არჩევანი ძალიან დიდი არის. ისეთი არჩევანი გვაქვს, რომ აუცილებლად იქნება ერთ-ერთი ჩვენი მოძღვარი. მაცხოვარს ყავდა 12 მოციქული, 70 მოწაფე და კიდევ მრავალი ერთგული სასულიერო პირი და დღესაც ესე არის. დღეს კიდევ უფრო მეტი არჩევანი არის და უნდა გადადგას ადამიანმა ეს ნაბიჯი ისევ და ისევ იმის გამო, რომ ეს ყველაფერი ღვთისმოცემული არის. გავიხსენოთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის ცხოვრებიდან, მასთან მიდიოდნენ ადამიანები, ცოდვაში მყოფი ადამიანები და ყველანი ცოდვაში ვართ და აღვარებდნენ ცოდვათა მათთან და ამის შემდგომ ისინი ემზადებოდნენ ქრისტესთან ურთიერთობისთვის. და მოძღვარი ჩვენ გვამზადებს ქრისტესთან ურთიერთობისთვის, ხოლო როდესაც სამოღვაწეო ასპარეზზე გამოჩნდა წმინდა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, წმინდა იოანე ნათლისმცემელმა გაიშურა ხელი მისკენ და ამოწმა და თქვა, რომ ეს არის ის, ვინც მოგნათლო თქვენ სულიწმინდით, ვინც აღიხვამს კაცობრიობის სოდვებს და მოგხსენებათ ორი გამორჩეული მოციქული ანდრია პირველწოდებული და იოანე ღვთისმეტყველი თავდაპირველად იყვნენ იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები. ისინი ეძებდნენ ჭეშმარიტებას და როდესაც დადგა ჟამი, რომ ისინი უკვე ქრისტეს მოციქულები გამხდარიყვნენ, ძალიან კარგად წარმოიჩინე ის, რომ იოანე ნათლისმცემელს თავისკენ კი არ მიყავდა
თავისი სულიერი შვილები, არამედ ქრისტესკენ და სწორედ აი ამას ვევედრებით ჩვენ ღმერთს სასულიერო პირები, რომ ვინც ტაძარში მოდის და ვინც მართლა იტყვის, რომ აი თქვა ეს ჩემი მოძღვარია და ჩვენ წავიღებთ პასუხისმგებლობას. ეხლა მარტო ის არ არის, ეხლა ადამიანმა თქვას, რომ მე მინდა შენი მოძღვარი იყო. მე თუ დავინახე, რომ ის თქვა არ დამიჯერებს, ის გარკვეულწილად არ შეასრულებს ამ ქრისტიანულ ვალდებულებებს, მე მაინც არ ვიტყვი, რომ ეს ჩემი სულიერი შვილი არის. ეს ხდება ხოლმე, რომ ერთხელ დაურჯერ თქვა გამოანათებენ, გამოჩდებიან და ამბობენ, რომ თქვა ესა და ეს ჩემი მოძღვარია და ჩვენ ძალიან ხშირად ვერც კი ვიხსენებთ ესეთ ადამიანებს ახლა ხო იმიტომ რომ ეს თუ ერთჯერადია ეს შეხება ხო მრევლსა და სასულიერო პირს შორის ეს სულიერი ურთიერთობა ეს ვერ იქნება მოძღვრობა მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა აი როგორც იყო სახარებაში ქრისტესა და მოციქულების ურთიერთობა რომ ისინი ერთად ჭამდნენ ერთად სვამდნენ ერთად იყვნენ ფაქტიურად ერთად იტანდნენ მოთმინებით ყოველივეს წუთის სოფლიდან მოსლულ განსაცდელებს ამას სოფლის ზეებიდან და ასე შემდეგ და საბოლოოდ ისინი ასეთ ერთ ეკლესიაში იყვნენ აი ესე უნდა იყოს სულიერი შვილისა და მოძღვრის ურთიერთობა ჩვენ მოცემული გვაქვს მცნება ერისკაცებს განსაკუთრებით რა თქმა უნდა უფრო მეტად ვიდრე თქვა ჩვენ სასულიერო პირებს ჩვენ ყოველდღე გვაქვს ეკლესიასთან ასე თქვა კავშირი მსახურებების მეშვეობით კვირაში ერთი დღე მაინც უნდა მოახერხოს ერისკაცმა წირვალოცვაზე დასწრება და იქ რა თქმა უნდა აღსარება უნდა ჩავაბაროთ უნდა ვეზიაროთ და სეხილული სახით უფალმა იესო ქრისტე მოძღვრები დაგვიდგინეთ ჩვენ და როდესაც ჩვენ აღსარებას ვაბარებთ უხილავოთ იქ ქრისტე დგას როდესაც ვეზიარებით ქრისტე გვაზიარებს ძალიან ხშირად მეუბნებენ რომ მამაო მაზიარებ უფალი გაზიარებს უფალი ყველას გეძახით ყველას მოგიწოდებთ რა თქმა უნდა მე ქრისტე გაზიარებს ჩვენ ჩანვართ უბრალოდ და უფალი უხილავად ყოველი მსახურების დროს იქ იმყოფება და აი ეს ყველაფერი ძალიან კარგად უნდა გააცნობიეროს ადამიანმა და უნდა გადადგას ნაბიჯი შემდგომში ჩვენ როდესაც მოვინათლეთ მაშინ უკვე ავიღეთ ეს ვალდებულება რომ შეუდგებოდით ქრისტეს და უკან დახევა არაფრით არ შეიძლება რადგანაც დრო ძალიან ჩქარა მიდის უფალი ყოველდღიურად გვეძახის და მოგვიწოდებს ჩვენ და თითოეული უკან გადადგმული ნაბიჯი კიდევ უფრო მეტად ართულებს შემდგომში უკვე შემოტრიალებას და რაც უფრო მეტად ჩავეფლობით ამ წუთის სოფლის საქმეებში, ცოდვებში, უფრო მეტად მე გაგვიჭირდება და აი ფაქტიურად ენით გამოუთქმელი სინამდვილე იქნება საჭირო რომ ასე უცხების შვილივით და მონანული ავაზაკებით უკვე ღმერთისკენ დავბრუნდეთ. მამა დავით, მოძღვრის მისიაზე საუბარს ისევ დავუბრუნდებით, მონობრევია გვაქვს ამის შესაძლებლობა და დრო საინტერესოა წინა პერიოდთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ ვიდრე ადამიანი მივა უფალთან ტაძარში მოძღვრამდე, აი რა პერიოდს გადის მანამდე და რას აქვს მნიშვნელობა, საიდან და როდიდან იწყება ეს გზა უფალთან დასაკავშირებელი ადამიანისთვის ოჯახს და გარემო სამყაროს ალბათ აქვს ხომ გარშემო სამყაროს ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა. ინდივიდუალური ეს ყველაფერი თუ როგორ შედგება ადამიანი ღვთისგზაზე, რამდენიმე ნაირად ხდება ეს, მაგრამ უფრო სტანდარტულად ხდება ისე, რასაც ვაკვირდები, ახლა ეკლესიაში ზემოდიან ადამიანები, საიდან თქვათ ხდება მათი დაკავშირება ეკლესიასთან, ძირითადად ეს ხდება არსებული მრევლიდან, ისინი მიდიან უკვე მათ სამეგობრო ყავთ, სანათესაო ესენი უბნებში მიდიან, ოჯახები ყავთ და მათთან არის დაკავშირებული უამრავი ადამიანი და თუ ისინი როგორ გააგრძელებენ ამ ეკლესიის ქადაგებას უკვე მათ გარემოცვაში, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და თან ყველაზე მთავარი არის ქცევა. მათი ქცევა, როგორც სახარება გვამცნებს ჩვენ და მოვიქცეთ ისე რომ სხვები ისე ახშენდნენ, რომ ზეციური მამა განადიდონ, მაგრამ თუ მე მხოლოდ ასე თქვათ ეკლესიაში მყოფობი ჟამს ანუ ფარისევლობას ვავითარებ საკუთარ თავში სხვასგან ვეკითხავ არ მაქვს ის ქრისტიანული თანალმობა ქრისტიანული სიბრძნე ერთ ლოყაში რომ გამარტყამენ მეორე მიუშვირო და ამ კუთხით შევარცხვინო ჩემი მტერი და ასე შემდეგ მთელი ასე თქვათ თვალუსწნელი სიბრძნე არის ეკლესიის წინაშე წარმოჩენილი და ეს ყველაფერი გარკვეულწილად უნდა მოიმუშაკოს და მოიპოვოს მრევლმა და რამდენადაც მოიმუშაკებს და მოიპოვებს ამას და დაბალანსებული იქნება როგორც ქრისტიანის ცხოვრება საზოგადოებაში, იმდენად სხვა ადამიანები ინტერესდებიან აი ამ ყოველივეთი და რასაც ვაკვირდები კიდევ ერთი, ძირითადად განსაცდელების, პრობლემების, საყვარელი ადამიანების გარდაცვალების შემდეგ ფიქრდება ადამიანი ყოველივეზე ზეციური სამყაროს რეალობა უფრო თვალსაჩინო ხდება მათთვის ღვთის არსებობა, სხვა გამოსავალი აღარ ჩანს
ადამიანები იწყებენ ძიებას თუ როგორ დააღწიონ თავი ამ გამოვალ მდგომარეობას და მაშინვე ასე თქვათ უფალი უდებს ესეთ ადამიანებს მზაწამალს ასე თქვათ სამკურნალოს ამ სიტუაციაში ეს არის ღვთისმსახურება, ეს არის ლოცვა, ეს არის აღსარების ჩაბარება, მონანიება ძველი ცოდვების და კაფეოდ გამოხატვა, რომ აღარ დაუბრუნდება ადამიანის ძველ ცხოვრებას და სურვილი რომ ადამიანი ხშირად ეზიაროს. აი ეს სურვილი წარმოჩნდება უამრავ ადამიანში, ყველაში არა სამწუხაროდ, მაგრამ იმედი მაქვს რომ ყველაში წარმოჩნდება, ჯერ კიდევ გვაქვს დრო და ყველანი გადავწყვიტავთ რომ უფალთან მივიდეთ. მარტო ეს არ კმარ, ასე თქვა სურვილის გამოხატვა. აი უწყებიშვილის მაგალითიდან შეიძლება ითქვას ის რომ სურვილი მას ჰქონდა, მაგრამ ამის შემდგომ ის იწყებს მოღვაწეობას. საკმაოდ რთული იყო მისი მდგომარეობიდან ისევ და ისევ მამასთან დაბრუნება, მაგრამ ის ბრუნდება მამასთან უდიდესი თავმდაბლობით და აი ეს უნდა უფალს რომ ადამიანს თქვას რომ მე არაფერი არ შემიძლია ჩემით, მე სხვა მხსნელი, სხვა მკურნალი სხვა გარანტირებული სიცოცხლის მშვიდობის მომცემია არ მყავს და აი ამის შემდგომ დაიწყოს უკვე ზრუნვა იმაზე რომ მივიდეს უფალთან და აი ეს სავალი გზა საკმაოდ რთული არის. არა იმდენად რთული რომ ჩვენ ვერ შევძლოთ ეს. ეს ჩვენ სკვერჩი მყოფი მოწმუნე ადამიანები თავად მოძღვარი გვეხმარება უკვე აი საჭირო და ვიწრო გზაზე ავალობაში. და ამიტომ არის ალბათ საჭირო რომ ხშირად მიმართოს მოძღვარს მით უმეტეს განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ის ცოდვები რომელიც ადამიანის სულს არის დაპატრონებული და არ უნდა რომ გაუშვას და უფლის გზაზე მიმავალი იყოს სწორედ ადამიანი, ასეთ შემთხვევაში ამ ცოდვებთან გამკლავებაში სწორედ მოძღვარი გვეხმარება, როდესაც ტაძარში მივდივართ, უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენ მივდივართ უფალთან და უფალთან დამაკავშირებელი არის მოძღვარი, რომელიც გვიკაფავს ამ გზას თუ ეკლიან გზას თუ როგორ უნდა ვიაროთ, როგორ უნდა მივიდეთ უფალთან. და ეს ხშირი კონტაქტია ალბათ სწორედ საჭირო იმისათვის, რომ ეს ცოდვები დავძლიოთ და აღარ მივუბრუნდეთ. არის ალბათ ასევე შემთხვევები, როდესაც თქვათ დიდი ხანი დადის, მაგრამ შემდგომ წვეტა არის და ერიდება მოძღვართან მისვლა და ეს საკითხიც განვიხილოთ ორივე შემთხვევაში, როგორ ხდება და როგორ უნდა იქცეოდეს. არის ხოლმე ესეთი შემთხვევები. ხშირად გვეკარგებიან ეს ადამიანები და ჩვენ სამწუხაროდ ისეთი ცხოვრება გვაქვს მახსენდება უცებ წამერად ადამიანი უცებ თქვათ ვიღაცამ დაარეკა რაღაც საქმე უნდა უცებ რაღაც ის ძალიან ასე თქვათ ცოტად რო გვაქვს მოცემული და პირდაპირ ეთერში აგერ შენდობას ვთხოვ ყველა ადამიანს ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენს გარშემო და ვერ ვაქცევთ მართლა ყურადღებას მაგრამ რა ვქნათ ჩვენს ერთი ვართ და სული და გულით გვიყვარს ყველა და ისევ ალბათ ადამიანებმა უნდა აქტიურ უნდა მოვიდნენ ჩვენამდე. შეხვედრის ადგილი არის ტაძარი უფრო. აი რა ვაკვირდები, ვისთან მაქვს უფრო ხშირი ურთიერთობა, ვინც ტაძარში მოდის, იმიტომ რომ მე გამოვყავი, ხო, მე გადავდგე სნაბიჯის სასულიერო პირი ვარ და ძირითადად ჩემი ღვთისმსახურების თუ არის სატაძრო ღვთისმსახურება. ძირითადად, როგორც მინდა მამები ამბობენ, სასულიერო პირის, ასე ვთქვათ, მოღვაწეობა უმეტესწილად უნდა წარმოჩნდეს მისი მსახურებების შესრულებაში და ამ მსახურებებში უნდა ჩაერთოს ადამიანები და აი აქ ხდება გაერთიანება. და როგორც ვთქვით, ისე იგი ძირითადად ან დიდი მარხვის პერიოდებში მოდიან ადამიანები და შემდგომში, მერე კარგავენ აი რაღაც მოპოვებულ მადლს. ისეთი ცხოვრებაა ჩვენს გარშემო, რომ დღეს ისე როგორც არასდროს ყველაფერი ჩვენ გვებრძვის, ანუ უბრალოდ ჩვენ გვებრძვის ჩვენ სულის განვითარებას და აღორძინებას ებრძვის და ამის შემდგომ ისინი ისევ გამოჩნდებიან ტაძარში. მე ისევ აზიარებ ამ ადამიანებს, ისევ მოდიან და კიდე რაღაც უფრო მეტ გამოცდილებას, ასე ვთქვათ, იხვეჭენ, ასე ამგვარად რომ არ იყვნენ, ისევ მოვიდნენ. ხელისკურა ნამდვილად არ არის ჩვენი ხელწერა, ესე ყველას სული და გულით ეუბნებით, რომ ბევრი ადამიანი უყურებს ახლა ჩვენს გადაცემებს, აუცილებლად მობრძანდით, რაც უფრო გაიწელება დროში თქვენი არ მოსვლა ტაძარში, ისევ და ისევ თქვენთვის იქნება რთული, რაც მალე მოხვალთ, მით უკეთესი და ჩვენ ყოველთვის გულში ჩაგიკრავთ და ყოველთვის მიგიღებთ ბუნებრივია და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ეს ზედმეტი მორიდება გადავლახოთ ჩვენი სულის გადარჩენისთვის, ანუ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ეს სასულიერო პირის, ასე ვთქვათ, ეს მოცემულობა ისევ და ისევ უნდა ჩვენი გადარჩენისთვის გამოვიყენოთ, ხო? რატომ არ დაგვიდგინა უფალმა საიდუმლოთა შემსრულებლად ქერუბიმები, სერაფიმები, ანგელოზები, ხომ? დაგვიდგინა ჩვენივე მსგავსი ადამიანი,
რომელიც ასევე ცოდვას ებრძვის, ესე ვთქვათ, ხა უცოდველი არავინ არ არის, ყველას რაღაც გვაწუხებს, ძირითადი პრობლემა არის უღმერთობა, ჩვენი გონება გაფანტულობა, არა გულითადი მსახურება, ეს გვებრძვის ჩვენ, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, წუთის სოფლის და ჩვენი დაცემული ბუნებიდან გამომდინარე და ჩვენ აი ამ ჭიდილში, როდესაც ვიმყოფებით და ჩვენთან მოვა უკვე მრევლის წევრი ქრისტეს შვილი, ხო? ჩვენ აი ამ გამოცდილებას გადავცემთ მას, რა თქმა უნდა, თუ ის თulis რომ ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება და ასე თავს არავის არ მოვახოთ. შეიძლება ესეთი შემთხვევაც იყოს, შემთხვევა დიახ, რომ ადამიანისთვის არ ვიყოთ მოძღვარი, ჩვენთან სხვა მოძღვრის სულიერი შვილებიც მოდიან, უბრალოდ იმათ უნდა ახსარება რომ ჩაგვაბარონ და ვაზიარო და ჩვენ ამას ვაკეთებთ, ჩავიბარებთ ახსარებას და ვაძლევთ უფლებას რომ ეზიარონ, ისედაც ზიარების უფლება ყველა მონანულს აქვს და ყველა ქრისტიანს და ყველა მორწმუნე ადამიანს. მაგრამ იმათთვის შეიძლება ჩვენ არ ვიყოთ მოძღვარი და ჩვენ თავს არ მოვახოთ ამ რაღაცა ჩვენებურ გამოცდილებას ბუნებრივია. ნუ ისედაც არ არის ეს თავსმოხვეული, ეს მინდა მამების გამოცდილება არის, მაგრამ მაინც რომ ვინმეს რაღაცა დისკომფორტი არ შეექმნას იმისთვის რომ აი მოძღვართან რომ მივალ და არაფერი ჩემო ძვირფასებო, ყველაფერი ისე იქნება, როგორც უფლის მიერ არის დადგენილი. უფალი ძალიან დიდ სიყვარულს გვაჩვენებს ჩვენ, არც ერთ რელიგიაში არ არის ეს ახსარება. წოდების მოტევება, ის კი არა თითოეულ ჩვენთაგანს გვეუბნება უფალი რომ 7 ჯერ 60 ჯერ აპატიე დანაშაული შენს მოყვას და რაოდენ უფრო ის გულმოწყალი არის უფალი, რომელიც ყველას გველოდება და სწორედ აი მოძღვართან ხდება აი ასე ვთქვათ, გეგმაზომიერად აი მადლის მიღება და ამ გამოცდილების გადაცემა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა გქონდეს თუ არა აღებული კურთხევა ასეთ შემთხვევაში მისი სულიერი მოძღვრისგან მრევლის წევრს, როდესაც სხვა მოძღვართან მიტის ახსარების შესაბარებლად. დიახ, უნდა გქონდეს კურთხევა აღებული, შეიძლება ეს ერთჯერადად აიღოს, თქვათ, როდესაც უწევს სხვა რეგიონში, მას პერიოდულად ცხოვრება, ერთჯერადად შეუძლია აიღოს კურთხევა და იქ მივიდეს ტაძარში, მიიღოს მინდა ზიარება, რადგანაც მიზანი არის იესო ქრისტე და არა თქვათ მოძღვარი და რა თქმა უნდა მოძღვარმა ჩვენ მოძღვარმა ხელი არ უნდა შეუშალოთ სულიერ შვილებს, სულიერ განვითარებაში, სულიერ ზრდაში. თავარია ისინი იყვნენ ქრისტესთან და ჩვენი მისია სწორედ ამით შემოიფარგლება, როგორც აი წმინდა იოანე ნათლიმსემლის, როდესაც მან დააკავშირა მასთან მისული ადამიანები ქრისტესთან, ამის შემდგომ მალევე მოხდა მისი გამგზავრება უკვე მარადისობაში. მან კიდევაც თქვა საკუთარ თავზე, რომ ჩემი მისია უკვე შესრულებულია, მე მიხარია იმით, რომ თქვენ მიდიხართ ქრისტესთან და რამდენადაც ჩვენ ვართ ნამდვილი სასულიერო პირები, იმდენად გაგვიხარდება თუ ადამიანები ესე არ გაჩერდებიან და არა მხოლოდ მაშინ იქნებიან თქვათ მაზიარებლები, როცა ჩვენთან მოდიან ტაძარსა და ჩვენ ვიმყოფებით, არამედ ყველგან სადაც ისინი წავლენ, იქნება ეს საქართველოში თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ და მადლობა ღმერთს რომ დღეს დედამიწის ყველა კუთხეში თითქმის არის მართლმადიდებლობა, არის ხელმისაწვდომი ეს ქრისტიანული მსახურება და შეგვიძლია ყველგან ახსარება ჩავაბაროთ, ვეზიაროთ, მოვინათლოთ, ჯვარი დავიწეროთ და ასე შემდეგ. დიახ. აი მამა დავით, ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ, რომ შევადაროთ სხვადასხვა პერიოდი ერთმანეთს რამდენად არის დღევანდელი თანამედროვე საზოგადოება მონდომებული, რომ ყავდეს მოძღვარი და ჰქონდეს უფალთან ურთიერთობა და იაროს ხშირად ტაძარში. მონდომებულები არიან რომ მოძღვარი ყავდეთ, მაგრამ ერთეულები ახერხებენ იმას, რომ შესაბამისათაც იცხოვრონ და გარკვეული სტაბილურობა მოიპოვონ ქრისტიანული ცხოვრების წესში. სურვილი ყველას აქვს, რომ მოძღვარი ყავდეს, ეს ამაყუა ხო, აი მე მოძღვარი მყავს, მოძღვართან მიხვალ, მოძღვარი დაგლოცავს, რაც არ უნდა იყოს, მოძღვარი ყოველთვის დაგლოცავს, ყოველთვის გულში ჩაგეხუტებს, მაგრამ როგორც ბრძანებს მინდა ანტონი დიდი როდესაც მასთან მიდიან დასალოცად, მეც ვერ შეგიწყალებ და ვერც ღმერთი, შენ თვითონ თუ არ ილოცე და არ ითხოვე ღვთისგან წყალობა და მადლი. და ვინც ეს აკეთებს, ლოცულობს, არხულობს, კითხულობს მინდა წერილს ეზიარება, იმათვის უფრო გამოვდივართ მოძღვრებიდან, ბუნებრივია ეს ადამიანები ცხონების ასეთ განან და ჩვენ გარკვეული რაღაცა ქრისტიანული ასო დიპლომატია არის ჩვენს ყოველთვის გაღიმებაში, რომ ადამიანებს დავანახოთ, რომ ჩვენ მზად ვართ ყოველთვის ჩახუტებისთვის, ამ ერთობისთვის და როცა ადამიანები ხშირად ვერ ახერხებენ ტაძარში მოსვლა, ჩვენ ამის გამო არ ასე ვთქვათ, დიდად არ უსაყვედუროთ მათ, მოდი ასე ვთქვათ, რაღაც გეგმაზომიერად და ინდივიდუალურად მივუდგეთ თითოეულ ადამიანს, რომ არ დავკარგოთ არც ერთი ადამიანი.
უფალი ამბობს, რომ რომელიც მოვა ჩემთან, არა განვაწო გარე. ჩვენ რა უფლება გვაქვს, რომ ადამიანი არ მევიღოთ. აგერ ავაზაკი ბოლოში მივიდა უფალთან, ბოლოში აღიარა და ცხონდა და ჩვენ რა ვიცით ხომ როდის არის ადამიანის დრო. თელი ცხოვრებაში შესაძლო ადამიანისთვის ამზადებდეს სიტუაციას. ბოლო მომენტში მან გადადგას ეს ნაბიჯი და იმ ბოლო მომენტში ჩვენ ხვდებით ხომ იქ ხან მივდივართ ისეთ ადამიანებთან რომელთაც ბოლო დღე აქვთ უკვე მიწიერ ცხოვრებაში, უნდა ჩავიბაროთ აღსარება, უნდა ვაზიაროთ. ხან რაღაცა ძალიან ცოტა დრო რჩება ადამიანს იმისთვის რომ ცხოვრებაში რაღაც მოასწროს კეთილი საქმეები და ჩვენ ვერ ვეტყვით მას რომ 10 წელი თქვა ჩვენ ჯერ ვერ გაზიარებ და ასე შემდეგ. მალევე ვცდილობ ჩვენ რომ ადამიანს მივაწოდოთ ეს სულიერი საზრდო, რადგანაც დღეს როგორც წინასწარმეტყველებდა თავის დროზე განსაკუთრებით გამძვინვარ და ღვთის სიტყვის შიმშილი. განა არ არის ეს საზრდო დღეს. ხელმისაწვდომია, მაგრამ ჩვენი მისასვლელი გზები სამწუხაროდ მაქსიმალურად არის ჩახერგილი ისევ და ისევ ბევრი ფაქტორის გამო. ხელმისაწვდომი არის ბიბლია, შეიძლება ტელეფონშიც კი გადმოწეროს ბიბლიის არაერთი რედაქცია მრავალ ენაზე. აზრები არის უბნებში, უამრავი სასულიერო პირია ჩვენს გარშემო, მაგრამ ძველ დროში უფრო მეტი მოშურნეობა იყო. ეს ნამდვილად უნდა ითქვას. მეტი ღვაწლი იყო, მეტი თავგანწირვა იყო და დღეს ეს თავგანწირვა ცოტათი შესუსტებულია და შევთხოვოთ უფალს, რომ გამოგვიგზავნოს ეს ყოველივე, კიდევაც სასულიერო პირები გამოგვიგზავნოს, რომ იყოს ხელმისაწვდომი ჯეროვანი ღვთისმსახურება და ეს ჩვენი გულანთებულობა. ძალიან დიდი მადლობა ბრძანებისა და საინტერესო საუბრისთვის დაგმშტევებით, მამა დავითი. ზღვისუბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მოქვაბიშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.